ეს არის მხოლოდ და ერთადერთი შესაძლებლობა ქვეყანაში ღვინის ხარისხი დავიჭიროთ და გავაუმჯობესოთ. ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად მთავრობა ფსონს სამეწარმეო ვენახის გაშენების წესების შემოტანას ზედებს. ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით 2026 წლის 1 მაისიდან სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე იქნება. თუმცა ვენახების გაშენების თანხმობის აღება მხოლოდ იმ პირებს მოუწევთ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი გაუმჯობესებული მოსავლის მიღება და ხარისხიანი ღვინის წარმოება. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არის, სადაც მეღვინეობა განვითარებული არის, კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო რთული რეგულაციები აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრად უფრო მარტივი განსაზღვრებით მივდივართ ამასთან დაკავშირებით. აუცილებელი არის ასეთი გადაწყვეტილებების მიღება იმისთვის, რომ ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, ხარისხიანი მოსავალი უზრუნველყოფს ხარისხიან ღვინოს და ხარისხიანი ღვინო უზრუნველყოფს უფრო მაღალ ფასს, საშუალო ფასს, ვიდრე დღეს არის. კომერციული ვენახების გაშენების რეგულაციასთან დაკავშირებით ღვინის სექტორში არაერთგვაროვანი პოზიცია აქვთ. მაგალითად, ღვინის კომპანია თბილღვინოში მიაჩნიათ, რომ ამგვარი ინიციატივები დარგთან მჭიდრო კონსულტაციით უნდა მიიღებოდეს, რადგან ღვინის ხარისხის გაუმჯობესების გზები შესაძლოა განსხვავებული იყოს. უფრო ნებისმიერი ინიციატივა უნდა შეფასდეს მიზნობრიობიდან, ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა არის მიზანი და თუ მიზანი არის, რომ საქართველოდან საქართველოში წარმოვიდეს უფრო მაღალი ხარისხის ღვინო. ამ მიზანს ჩვენ შეიძლება მივახციოთ სხვადასხვა გზებით. ალბათ სასურველი იქნებოდა, რომ როგორც ხდებოდა ეს ტრადიციულად ადრე, მოხდარიყო დარგთან აქტიური კონსულტაციები. ახალი ვენახების გაშენების რეგულირებასთან ერთად მთავრობა ღვინის წარმოების რეგულირებასაც ამკაცრებს. შემოდის ნიშანდების იგივე მარკირების სისტემა, რომელიც ფასიანი იქნება და ერთ ბოთლ სასმელზე სავარაუდოდ 10 თეთრით განისაზღვრება. ინიცირებული ცვლილებებით ბუნებრივი ღვინის კატეგორია დეგუსტაციის საჭიროებისგან გათავისუფლდება, ხოლო სხვა კატეგორიებზე სავალდებულო ნიშანდება ხარისხის აღმნიშვნელი იქნება. ყველა ვენახი, რომელიც მანამდე აღრიცხულია და არის უკვე ჩვენი მევენახეობის კადასტრის სისტემაში, არანაირი დამატებით არავითარი დაზუსტება ან რაღაც მსგავსი არ დასჭირდება. ჩვეულებრივ, როგორც აქამდე პარტებოდა და შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მერე, კერძოდ 2023-ის, 24-ის, 25-ის რთველში ყველა ყურძენი რაც ჩაბარდა კადასტრის ამონაწერით. პარალელურად დარგის გამოჯანსაღებელი რეგულაციების დაანონსების მიუხედავად მთავრობა ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს წელსაც შეისყიდის. თუმცა როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებულ პრაქტიკას უხარისხო ყურძნის ჭარბ წარმოებასთან ვერ აკავშირებენ. საქართველოში არ არის იმდენი ვენახი, რომ საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაც ჭარბ წარმოება იყოს. მნიშვნელოვანია ეს რაღაც გარკვეულწილად დროებითი მოვლენა თავისთავად აღმოიფხვრება, თუ აქცენტს გავაკეთებთ ხარისხზე პირველ რიგში და აქცენტს გავაკეთებთ ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე. ღვინო არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგი, ღვინო არ არის მხოლოდ პროდუქტი, ღვინო არის ქართული სახელმწიფოს ქართული ერის თანაცხოვრების ნაწილი. ამიტომაც არის განსაკუთრებული ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებულად ვიზრუნოთ და განსაკუთრებულად ვიფიქროთ. სახელმწიფოს აქვს აღებული ზრუნვა ყურძენზე და ღვინოზე, რომ არც ერთი მარცვალი, არც ერთი მტევანი არ დარჩება ჩაუბარებელი და აუცილებლად იზრუნებს იმაზე, რომ როგორც ეხლა ვითარდება საექსპორტო ბაზრები, კვლავაც ასე განვითარდება. სახელმწიფო რატომ უნდა იზრუნოს? თქვენთვის არის ჩვეულებრივი ბიზნესი, საქართველოსთვის ეს თანაცხოვრების ნაწილია. მეღვინეებს კი დარგის განვითარებისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა ინიციატივები აქვთ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თხის ფარგლებში ღვინის ფესტივალზე შეკრებილი მცირე მარნების წარმომადგენლები ამ საჭიროებებსა და ინიციატივებზე საუბრობენ. ჩვენთვის არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არის მაგალითად ბოთლების დეფიციტურობა, არის საწარმო დანადგარების დეფიციტურობა და გვინდა მცირე ხელშეწყობები. აქ საუბარია სადღაც 300 მილიონ ბოთლზე დაახლოებით და ეს იმდენად რენტაბელური უნდა იყოს, რომ შემოსავლიანიც იყოს ეს სახელმწიფოც და საინტერესოც და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ეს
ხელმისაწვდომობა გაჩნდეს. ეს არის რა თქმა უნდა განათლების ამაღლება, ეს არის ასეთი ფესტივალები, სადაც ვართ, ეს არის სტუდენტების დაფინანსება, ეს არის დარგის პოპულარიზაცია, ეს არის საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობის მიღება და რა თქმა უნდა პირველ რიგში არის ძალიან ბევრი არის სამუშაო რეგიონებში, კონკრეტულად კახეთის რეგიონში, პატარა მევენახეებთან და მეღვინეებთან, რომ მათ გავაცნოთ რა არის ხარისხიანი ღვინო. ღვინის ხარისხი ფაქტურად იზრდება წლიდან წლამდე, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად მოთხოვნა თვითონ შიდა ბაზარზეც და უცხოეთშიც არის კარგ ღვინოებზე. აქეთკენ მივდივართ. ვენახების რეგისტრაცია, მათ შორის ახლა რაც ვახსენეთ ახალი რეგულაცია გაშენებასთან დაკავშირებით, ეს ძალიან მალე მოიტანს უაღრესად კარგ შედეგს. სპეციალისტების შეფასებით ქართული მეღვინეობა გარდამავალ ეტაპზეა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებული პრიორიტეტი ხარისხი მისასალმებელია, თუმცა მისი მიღწევის გზად მხოლოდ აკრძალვებისა და ფასიანი მარკირების გამოყენება რისკებს შეიცავს. სექტორის რეალური ტრანსფორმაციისთვის საჭიროა არა მხოლოდ კონტროლი, არამედ მწარმოებლებისთვის ხარისხის გაუმჯობესების ეკონომიკური სტიმულების შექმნა და სუბსიდირების მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა.